გაზისა და რეზინის თოფები, ყუმბარ მტკორცნები და წიწაკის სპრეი ცნობილი ხდება ის აღჭურვილობა და შეერაღება, რომელსაც სავარაუდოდ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენებენ. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორ იმოქმედებს შინაგან საქმეთა სამინისტრო 4 ოქტომბერს, როდესაც რუსთაველის გამზირზე მასშტაბური შეკრებაა დაანონსებული. ოლიგარქს რომ ხალხის ძალის ეშინი, ამაზე მეტყველებს საგანგებო მობილიზაცია. ირკვევა, რომ მზადყოფნაში არიან დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც. ჯამში კი საუბარია 5000 ზალოვანზე. აქედან 300 რობოკოპი კანცელარიაში უნდა შეიყვანონ. გეგმაშია წყლის ჭავლის გამოყენებაც. გიორგი კუჟინაძე მუშაობს ამ თემაზე, ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. გიორგი, გისმენთ. გიორგი, შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმის მიხედვით, რომელმაც ოპოზიციის თქმით უწყებიდან გამოჟონა და მათ გადასცეს, ირკვევა, რომ საერთო ჯამში 5100 საპოლიციო მოსამსახურით შეეცდება ქართული ოცნება, რომ 4 ოქტომბერს ფართო მასშტაბიან საპროტესტო აქციას გაუმკლავდეს. ამავე გეგმის მიხედვით ჩამონათვალია იმ უწყებების რიცხვი და რაოდენობა, თუ სად უნდა განალაგონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. მათ შორის არის მთავრობის ადმინისტრაცია, ასევე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოს ტერიტორია, პარლამენტის შიდა ტერიტორია და ასევე ეზოს ტერიტორია. ამავე გეგმის მიხედვით საპოლიციო ძალები განლაგებულები იქნებიან როგორც ჭიჭინაძის, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე და პარლამენტის უკანა შესასვლელთან გარე ტერიტორიაზე. ამავე გეგმის მიხედვით ასევე ირკვევა, თუ რისი ეშინია შინაგან საქმეთა სამინისტროს და რა რისკებს ხედავს უწყება. მათი თქმით, რისკებია და შიში არსებობს და საფრთხე იმისა, რომ აქციის მონაწილეებმა დაიკავონ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები, ასევე მოახდინონ სატრანსპორტო ბლოკირება, ასევე წყლის ჭავლის ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლა და დაზიანება და ამავე გეგმის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს ეშინია, რომ აქციის მონაწილეებმა ხელში ჩაიგდონ საპოლიციო ძალების აღჭურვილობა და შეიარაღება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაჟონილ დოკუმენტებში კიდევ ერთი გვერდი, სადაც წერია თუ რა უპირატესობა აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. მათ შორის უწყება წერს, რომ დაავაკავებთ ყველას, ვის მოგვინდება და ვისი შესაძლებლობაც გვექნება. გარდა ამისა, უწყება ასევე აცხადებს ამ გეგმის მიხედვით, რომ ჩხრეკები ჩატარდება მეტროსადგურებში, ასევე სხვადასხვა უბნებში და ეს იქნება მასობრივი. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ აქციის დაშლა შეუძლიათ, რომ დაიწყონ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ეს არის გეგმა, რომელიც სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 4 ოქტომბრისთვის და ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს გეგმა მათ გადასცეს თავად უწყებიდან. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ქართულ ოცნებას ეშინია 4 ოქტომბრის მოახლოების და ახლა სრული მზადყოფნა აქვს გამოცხადებული ოლიგარქი ივანიშვილის პარტიას იმისათვის, რომ 4 ოქტომბერს შეინარჩუნოს ძალაუფლება, თუმცა ოპოზიციის თქმით, თუ საზოგადოების დიდი ნაწილი გავა რუსთაველის გამზირზე და დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მათი თქმით ქართული ოცნება იქნება დასრულებული. სუსი ამ დრომდე ცდილობდა და ცდილობს მოიპოვოს პაატა ბურჭულაძის და ჩვენი სამოქმედო გეგმა, რას ვაპირებთ 4-ში, მაგრამ ამის ნაცვლად აღმოჩნდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ მათი სამოქმედო გეგმა, რას აპირებენ ისინი. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოედინება ზღვა ინფორმაცია ქართული ოცნებიდან, მათ შორის მათი ძალოვანი უწყებებიდან და ერთი რამ არის მთავარი. ვერანაირი ბიძინა ივანიშვილის ვერც გეგმა, ვერც ხრიკი ვერ იმუშავებს, თუ ჩვენ გამოვალთ ქუჩაში ასობით 1000 გულანთებული პატრიოტი, თავისუფლების მოყვარე ქართველები, ადამიანი და ამას თვითონაც ამბობენ, რომ თუ ბევრი ხალხი იქნება, ისინი უბრალოდ დამთავრებულები არიან. გედედეს თანამშრომელი თუ ვიღაც სპეცი იმის ხელფასი არის ხალხო 1500 ლარი, შეიძლება ოდნავ მეტი, მაგრამ მასა აქვს კრედიტი, მასა აქვს დავალიანება, მასა აქვს კომუნალური გადასახადი, ყავს თუ შვილი ყავს და იმას იმდენი ხარჯია. რა რჩება, ისა ჩვენნაირი, ჩვეულებრივი, იმათი მე ჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იმათმა აჩვენეს არა რომელიმე პოლიტიკოს, არა რომელიმე ადამიან, მთელ ერს, საქართველოს ერს აჩვენეს, რომ აი ეს არის ჩვენი, ამას გვავალებენ ჩვენ და აი ეს დავალება, აი ეს და გადმოაგდეს და ქართულ ხალხს ეუბნებიან, რომ აჰა,
ნახეთ რა ეს არის და ჩვენ ამის შემსრულებლები არა ვართ. მე ეს ვიგზელი. განაცხადია. აბა ასოდეს არ მომختار ასეთი რაღაცა ელის ხარ ასლაპარაკობთ ეს არის 700 საიდუმლო რაღაც გრიფით დაცული დოკუმენტი ნამდვილად ვიცი ხარ რასაც ნიშნავს და როგორც არის ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმა, რომელიც ოპოზიციამ გაასაჯაროვა, ირკვევა, რომ ქართული ოცნების უწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს, რომ ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლების მობილიზაცია მოახდინოს 4 ოქტომბრისთვის და გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის შიდა ქართლიდან და ასევე კახეთიდან ჩამოიყვანოს საპოლიციო ძალები 4 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის პარალელურად. ჩვენ ეს კითხვა დავუსვით ამ გეგმასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლებს შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს გეგმა არის ძველი და არც კი დააკვირდნენ იმას, რომ პარლამენტის ჭიშკრები ახლა არის სხვანაირი და სხვანაირად არის მათ შორის დამატებით გამაგრებულიც კი. შალვა პაპუაშვილს მიაჩნია, რომ გეგმა, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს, ეს არის ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ გადაცემული ოპოზიციისთვის. ის ღალატში დაადანაშაულა შალვა პაპუაშვილმა და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ის არის ქვეყნიდან გაქცეული, ქვეყნის ფარგლებს გარედან უკვე ღალატობს საკუთარ ქვეყანას, რაც პაპუაშვილისთვის არის მიუღებელი, თუმცა საიდან დაასკვნა შალვა პაპუაშვილმა, რომ ეს გეგმა, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელში, ნამდვილად ირაკლი შაიშმელაშვილისგან არის გადაცემული ოპოზიციისთვის, ეს უცნობია, ეს კონკრეტიკა არ გაუკეთებია პარლამენტის თავმჯდომარეს. იმასაც კი არ დააკვირდნენ, რომ დიდი ხანია უკვე საქართველოს პარლამენტის შემოსასვლელი ჭიშკრები სხვანაირად გამოიყურება, მათ შორის დამატებითი გამაგრებაც აქვს, სწორედ იმიტომ, რომ შიდა ტერორისტები ყავს, რომელიც გარედან იკვებებიან. ასე რომ ეს ამან გაყიდა საბოლოო ჯამში, რომ ეს არის შაიშმელაშვილის მიერ რაღაც მიწოდებული რაღაც ფურცლები და ეს აჩვენებს ერთ რამეს. პირველი, რომ რაც შეეხება ბატონ შაიშმელაშვილს, პირველი, რომ ის როდესაც ადამიანი, რომელიც სამხრეების ქვეშ იყო, გარბის ქვეყნიდან და გარედან ცდილობს ქვეყანაში 90-იან წლების დატრიალებას და ძალადობის წაქეზებას, ეს არის უმაღლესი ხარისხი ქვეყნის ღალატისა. მას შემდეგ, რაც გავრცელდა სოციალურ ქსელში, სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმა 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით რაიმე სახის განმარტება ან განცხადება არ გაუკეთებია ფაქტთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საინტერესოა რა სიტყვის ახლა გეკა გეკაძის უწყება რამდენად შეესაბამება რეალობას ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ჟონავს ინფორმაცია და ამ ინფორმაციას აწვდიან ოპოზიციურ პარტიებს.